ზამთრის სეზონის დადგომასა და ტემპერატურის ვარდნასთან ერთად აუცილებელია ავტომობილის შესაბამისი მომზადება. ამასთან ერთად გზებზე უსაფრთხოების საკითხიც აქტუალური ხდება. ყოველწლიურად ხშირია შემთხვევები, როდესაც ტექნიკურად მოუმზადებელი ავტომობილები რთულ ამინდში ავარიულ სიტუაციებს ქმნის. ჩვენ არც ისეთი დიდრები ვართ, რომ გაცვეთილი საბურავებით ვიაროთ, იმიტომ რომ გაცვეთილი საბურავები ეს ნიშნავს რისკის კატასტროფულად კრიტიკულად გაზრდას სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის. 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაცია 1 დეკემბრიდან 1 მარტის ჩათვლით გვავალდებულებს, რომ ავტომობილი გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობისას ზამთრის საბურავებით აღჭურვოთ. ძირითადად საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის გზების, ზამთრის კურორტებსა და რთულად მისადგომ მონაკვეთებზე, როგორიც არის თბილისის ენაკი ლესელიძის, ცხეთა სტეფანწმინდა ლარსის მაგისტრალები, სადაც თოვლი და ყინული საკმაოდ ხშირია. ამ რეგულაციის შესასრულებლად ცხოველები ხშირად არჩევანს ფინანსური ეკონომიის სასარგებლოდ აკეთებენ და მეორად საბურავებს ყიდულობენ. თუმცა ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ აცნობიერებენ ამ ნაბიჯის რეალურ რისკებს. სინამდვილეში ეკონომია ხშირად უსაფრთხოების ხარჯზე მიიღწევა. სტანდარტები არის კიდევ უფრო ასამაღლებელი, ვიდრე დღეს გვაქვს და მათ შორის საბურავის მოთხოვნები. რადგან დღეს 10 წლის საბურავი არის მოთხოვნილი, თუმცა რეალურად ჩვენ ვიცით, რომ 6 წლის ექსპლუატაციის ვადა აქვს და იმ უსაფრთხოების სტანდარტს ამ პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფს შესაბამისად, ვიდრე 10 წლის საბურავი. ამიტომ ბუნებრივია კანონი ამ მიმართულებითაც დასახვეწი გვაქვს. ფიფქის სიმბოლო, პროტექტორის საკმარისი სიღრმე, დოტ-კოდი და ასაკი, რომელიც 10 წელს არ უნდა აღემატებოდეს. ეს სწორედ ის მოთხოვნებია, რასაც არსებული კანონი ითვალისწინებს. ბოლო წლებში საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტები თუ სხვა მომიჯნავე სფეროების ექსპერტები სულ უფრო აქტიურად უსვამენ ხაზს მეორეული საბურავების ფარულ რისკებს, რომლებიც განსაკუთრებით მწვავედ ზამთრის პირობებში იჩენს თავს. გავიხსენოთ საშლელი, ახალი საშლელი როგორ დრეკადია და როგორ გემორჩილება რომ წაშალო ხაზი და ძველი საშლელი, რომელიც არის გაქვავებული. კი, საშლელის ფორმა აქვს, შეიძლება სრულებით ახალია, მაგრამ ის უბრალოდ ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. წარმოვიდგინეთ, რომ აი ასეთი გაქვავებული საშლელის ნაირი ზამთრის მეორადი საბურავით გვიწევს სიარული. ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ახალი და მეორადი საბურავები ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს, თუმცა უსაფრთხოდ მგზავრობისთვის მათ შორის განსხვავება მეტად დიდია. მეორადი საბურავების ისტორია უცნობია, ამიტომ მათი რეალური მდგომარეობის შეფასება რთულია. ხშირად ისინი გარეგნულად კარგად გამოიყურება, თუმცა შესაძლოა ვიზუალურად შეუმჩნეველი შიდა დაზიანებები ჰქონდეს, რომლებიც გამოყენებისას გაბზარვით ან გასკდომით ავლენს თავს. მეორადი საბურავების გამოყენება მკვეთრად ზრდის სამუხრუჭე დისტანციას, რაც ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზი ხდება. პროტექტორის სიღრმე მეორად საბურავებში ხშირად მინიმალურ ზღვარს 1.6 მმ-ს უახლოვდება, მაშინ, როცა უსაფრთხოებისთვის რეკომენდირებულია 3-დან 6 მმ-მდე. მცირე სიღრმე ამცირებს გზასთან მოჭიდებას და განსაკუთრებით სახიფათოა თოვლსა და ყინულზე. ახალი საბურავი კი უზრუნველყოფს საიმედოობას, სტაბილურობასა და უსაფრთხო გადაადგილების სრულფასოვან გარანტიას, რაც შესაძლოა საბოლოო ჯამში იმაზე გაცილებით ეკონომიური აღმოჩნდეს, ვიდრე მეორადი საბურავებია. ამასთან ახალი სეზონისთვის შესაბამისი საბურავი ბევრად საიმედო და უსაფრთხო არჩევანია. ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეგულაცია, იმიტომ პირველ რიგში ჩვენ უსაფრთხოებისთვის ზამთარი ისეთი არაპროგნოზირებადი პერიოდია, სად ლიპიყინური დაგხვდება, სად გაუვალი თოვლი იქნება, ამის რისკი არ ღირს. თვლი რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სეზონურად ცვალოთ საბურავები და ზამთარში ზამთრის ქვეყანას, ხოლო ზაფხულში ზაფხულის. ასევე ალბათ იცით რომ არსებობს 4-ვე სეზონის საბურავები, რომელზეც როგორც გავიგებ, მხოლოდ ქალაქის მშრალ გზებზე არის გათვლილი და არ შეიძლება ინდო მანქანას, რომელსაც 4-ვე სეზონის საბურავი უყენია, ზამთარში ყინულით და თოვლით დაფარულ გზაზე. საბოლოო ჯამში მეორადი საბურავების საკითხი აღარ არის მხოლოდ პირადი გადაწყვეტილების ან ფინანსური შესაძლებლობის თემა. იგი სულ უფრო მეტად გარდაიქმნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების პრობლემად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დამატებითი სამართლებრივი შეზღუდვები არ მოქმედებს და ამასთან ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, დაწესდება თუ არა მეორად საბურავებზე დამატებითი სამართლებრივი შეზღუდვები ჯერჯერობით უცნობია. ასეთ პირობებში პასუხისმგებლობა ნაწილობრივ გადადის თავად მომხმარებლებზეც. გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ეკონომიურად გამოიყურება, ხვალ შესაძლოა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სახით მაღალ ფასად დაგვიჯდეს. სწორედ ამიტომ, სანამ რეგულაციები ოფიციალურ ფორმას მიიღებს, უსაფრთხოების კულტურის გაძლიერება და ინფორმირებული არჩევანი ყველაზე ეფექტიან საპრევენციო მექანიზმად რჩება.